სადავო ტერიტორია ვერეს ხეობაში მერიამ უკვე დაასრულა იმ ვაგონ კონტეინერის დემონტაჟი, რომელიც წყნეთის ხევის ქუჩაზე 13 ივნისის სტიქიის შემდეგ განთავს და დედაქალაქის მთავრობა ტერიტორიას სახელმწიფოს საკუთრებად აცხადებს და არგუმენტად 2009 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით ვაგონის მესაკუთრე ოჯახმა საკუთარი ქონების მერიისთვის გადაცემის სანაცვლოდ კომპენსაცია აიღო. თუმცა გუბელაძეები ვაგონის დემონტაჟის ფაქტს მაინც აპროტესტებენ. თავის მხრივ გუბელაძეებთან ქონებრივი დავა აქვს კიდევ 5 ოჯახს, რომლებიც ვერეს ადიდებამდე სადავო ადგილზე ცხოვრობენ. სასამართლო დავის გამო კი ოჯახები კომპენსაციებს ჯერ ვერ იღებენ. ეს ვაგონ კონტეინერი წყნეთის ხევის ქუჩაზე 1 წელი იდგა და გუბელაძეების ოჯახს ეკუთვნოდა. დღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კონტეინერის დემონტაჟი განახორციელა. მიზეზად უნებართვოდ განთავსება დასახელდა. მანამდე მერიამ ბელა გუბელაძე 10,000 ლარითაც დააჯარიმა. იდგა აი ამ ტერიტორიაზე, სადაც უკვე აი ძირი ჩანს მარტო. აიღეს და წაიღეს. ბელა გუბელაძე ამბობს, რომ 10,000 კვადრატული მეტრი ტერიტორია მის საკუთრებაში იყო. რამდენიმე მიწის ნაკვეთი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცა, რომელიც საჯარო რეესტრის დოკუმენტებითაა დადასტურებული. მერია კი კომპენსაციას არ უხდის. ჩემით ჩავდგე ეს ვაგონი, როგორც სტიქიის დაზარალებულმა და არაფერი არ მომცეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით და ყველანაირი დოკუმენტების მოპოვებით მაქვს მიღებული მემკვიდრეობით ქონება. თუმცა თავად ბელა გუბელაძეს 5 ოჯახი ედავება ამ მიწის ნაკვეთზე. დღეს ამ ოჯახების ადვოკატი აცხადებს, რომ გუბელაძეს 2012 წელს თაღლითური გზით აქვს მითვისებული ქონება და გაყალბებული დოკუმენტებით მოქმედებს. დაახლოებით 50 წელია ეს ოჯახები ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და 13 ივნისის სტიქიის დროს სახლები დაენგრათ. ეს არის ბელა გუბელაძის საკუთრება, რომელიც არის 18 კვადრატული და არის გოდანში და ასევე არის ანა მურჯიკნელის სახელზე 2010 წელს, ანუ დეკემბრის თვეში მიიღეს მათ კომპენსაცია მერიისგან, შეიძინეს ბინა დიდი დიღმის დასახლებაში. 93 წელში ამოეწედნენ, ბინები მიიღეს როგორც მდგურებმა, ამაზე არსებობს აღმასკომის გადაწყვეტილება და ისინი რასაც ლაპარაკობენ არის ტყუილი. მერიის ზედამხედველობის სამსახურში დღეს განმარტებები გააკეთეს და თქვეს, რომ ტერიტორია სახელმწიფოს ეკუთვნის. გუბელაძე ორჯერ გააფრთხილეს. პარალელურად ვაგონი რამდენჯერმე შეამოწმეს, თუმცა იქ არავინ ცხოვრობდა. სამსახურის მხრიდან განხორციელდა ის კანონით დაკისრებული ვალდებულება, რასაც ყია უნებართვოდ განთავსებული, სახელმწიფოს მიზანს განთავსებული შენობა ნაგებობის, ანუ ამ შემთხვევაში ვაგონ კონტეინერის დემონტაჟი. დღის ბოლოს მერიამ გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 92,000 ლარი გუბელაძეს 2009 წელს მის სარგებლობაში არსებული შენობის დემონტაჟის სანაცვლოდ გადაუხადეს. 13 ივნისს კი მის სახელზე 2 ნაკვეთი ფიქსირდებოდა, თუმცა 5 ოჯახი ახლა გუბელაძეს სასამართლოში ედავება და მერიაში ამბობენ, რომ დავის დასრულებამდე კომპენსაციას ვერ გასცემენ.